მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, მოსკოვის მექანიზმი მოგეხსენებათ არის EUTO-ს ყველაზე უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება ბოლო 34 წელია ყველაზე ავტოკრატიულ სისტემებში, ყველაზე ჩაბეტონებულ დიქტატურებში 90-იანი წლების ბალკანეთის ქვეყნებში გამოიყენებოდა და სამწუხაროა 2026 წელს საქართველოს რომ იმ ქვეყნების სიას მიემატა, სადაც ეს მექანიზმი იქნა გამოყენებული. თქვენ გახსოვთ 2024 წელს ჯერ კიდევ, როდესაც ვენის მექანიზმზე იყო საუბარი, მაშინ ჩვენი მათ შორის ძლიერი საქართველოს ლელოს მოთხოვნა გახდათ, რომ მოსკოვის მექანიზმი უნდა გამოყენებულიყო ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ახლა ვნახეთ ეს უმწვავესი დასკვნა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავეთაგანი საერთოდ რაც ამ მექანიზმის ფარგლებში შექმნილა და საერთოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ ალბათ ასეთი მწვავე დასკვნა ძალიან ცოტა შეიძლება გვახსოვდეს. ეს თქვენ სწორად აღნიშნეთ, არ არის მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული შეფასება, ეს გახლავთ კომპლექსური რეკომენდაციების მთელი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას, მოქმედების ჩარჩოს თუ როგორ უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქართულმა ოცნებამ და ის არის მხოლოდ და მხოლოდ ამაზე პასუხისმგებელი. ეს კრიზისი გუშინ არ დაწყებულა, როგორც მინიმუმ წელიწად ნახევარია მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნები გააყალბეს, მიიტაცეს ძალაუფლება, მიიტაცეს ხელისუფლება და სახელმწიფო და დაიწყო ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის უწყვეტი მოძრაობა. 480 დღე არის რეალურად, ხო, უკვე პრაქტიკულად, რაც ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს და ამის მერე ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ჩამოიხსნა თავისი ნიღაბი, ბოლომდე აჩვენა თავისი ავტოკრატიული ბუნება, ის რომ ყველაფერი რაც გადაიდგა თუნდაც 2012 წლის შემდეგ პირველ წლებში რეალურად ბიძინა ივანიშვილისთვის იყო სატყუარა საზოგადოების წინაშე და მან გამოავლინა თავისი რეალური სახე. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მოსპო დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული საყრდენი გამოაცალა ამ ქვეყანას, რომელსაც ქართული საზოგადოება ამდენი ხანია აშენებდა, გააქრო პრაქტიკულად სურს, რომ ბოლომდე გააქროს არასამთავრობო სექტორი, შეგზღუდოთ თქვენ თავისუფალი მედია, გააქროს პოლიტიკური პარტიები და მოკლა სამხეყალდანაში ნებისმიერი პროცესი. აი სწორედ აქედან გამომდინარე, გიორგი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ უნდა დაელაპარაკოთ მოკლედ ქართულ ოცნებას და მოდით ვისაუბროთ თქვენს ინიციატივაზე, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა, ბევრი გამოხმაურებაც იყო. გითხარით, აი აგვიხსენით, რაზე უნდა დაელაპარაკოთ ქართულ ოცნებას და ზოგადად აი საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა, აი გუშინ, რომ აი ეს ინიციატივა გაგეშღერებინათ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან საუბრის. მე ვფიქრობ, რომ საკითხის ასე დასმა არის არასწორი თავის თავშივე, არა იმიტომ, რომ თქვენ სვამთ ამ შეკითხვას, თქვენ იცით როგორი პატივისცემითაც ვარ მე თქვენს მიმართ გამსჭვალული, გუშინ საღამოსვე დაიწყო საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი ფოკუსით წარმოჩენა და ის კრიტიკაც, რომელიც წამოვიდა, იყო სრულიად დაუმსახურებელი, იმიტომ რომ იყო უსაფუძვლო. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელმაც აზრი გამოხატა, აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა თვითონ განცხადება წაკითხული, ალბათ სათაურები წაიკითხეს სხვადასხვა მედია საშუალებაში გასული, რომელიც საერთოდ იყო ამოგლეჯილი კონტექსტიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას რაღაცა შეტყობინება გაუგზავნეთ, მოდი ვილაპარაკოთო. გუშინ მოგეხსენებათ თქვენს იყო ლელოს, ძლიერი საქართველოს ლიდერთა სათათბიროს სხდომა, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე აღარ ჩატარებულა. ეს გახლავთ ლელოს წესდებით გათვალისწინებული ორგანო, რომელიც მოიცავს როგორც პარტიის უმაღლეს მმართველ ორგანოს პოლიტიკურ საბჭოს, ასევე ყველა ადგილობრივ ლიდერს. 150 კაციანი შემადგენლობით ვიმსჯელეთ, რამდენიმე საათიანი სხდომა და მსჯელობა მიმდინარეობდა. სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პარტიის პოზიცია. ის რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არ ახალია, ამაზე ქართული ოცნებაც საუბრობს. ის რომ ამ ქვეყანაში დღევანდელ დღეს, ხო, გვაქვს საჭიროება ამ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კრიზისი დასრულდეს, არამედ ამ კრიზისის დასრულების საჭიროებას დაემატა აგრეთვე
ურთულესი და გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება, როდესაც ორ მხრივად აღმოჩნდით ეპიცენტრში, როგორც ცხელი წერტილი მსოფლიოში. რაზე გინდათ ივანიშვილთან საუბარი? აი, რაზე მიდიხართ ივანიშვილთან სალაპარაკოდ? აი, თქვენ ამბობთ, რომ კარგად ვერ მოგვისმინეს ან ვერ წაიკითხესო და აი ძალიან მარტივად გთხოვთ, რომ უთხრათ მაყურებელს, რაზე უნდა დაელაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილს? ამას ვცდილობ და ჩვენ განცხადება ამაზე მე მგონი მე ვცდილობ რომ საეთერო დროში ბევრ კითხვაზე მოვახერხო რომ მივიღოთ თქვენგან პასუხი. კი ბატონო, მოგახსენებთ. ჯერ ერთი ივანიშვილთან ლაპარაკს კი არ ვცდილობთ. ჩვენ ვსაუბრობთ რომ ვინაიდან ამ ქვეყანას გაუჩნდა კიდევ დამატებითი გამოწვევები გარდა იმ შიდა პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არ ღვევს ხო ამ ქვეყანაში საერთოდ ნორმალური ცხოვრების რაიმე საფუძველსაც კი. ჩვენ ვართ ცხელ წერტილში, ისეთი გამოწვევების წინაშე დგება ჩვენი სახელმწიფო, როდესაც ის გადის ბეწვის ხიდზე და თუ ჩვენმა ქვეყანამ არ გაიარა ამ ბეწვის ხიდზე ისე რომ როგორც საჭიროა, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი დადგეს ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ზოგადად. ის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს, ამაზე უნდა დაელაპარაკოს. ეს არის ფუნდამენტურად მცდარი დაშვება საერთოდ ივანიშვილის დახმარება არასდროს არ შედის მე მგონი არავის ჭკუათამყოფელი ვინც არის ამ ქვეყანაში ინტერესებში. მე შეგახსენებთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ახლა თქვენ ახსენებთ და მანამდე ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადება. ახლა აღმოსავლეთში ვიცით რა ხდება, რაღაცა ბეწვის ხიდზე ფრთხილად უნდა გავიაროთო, ამბობთ და ამიტომ უნდა დავილაპარაკოთო და რაზე ისე ვიქმივდივარ. აი რაზე უნდა დაელაპარაკოთ? რომ ქვეყანამ აი ამ ვითარებაში რომ არის რეგიონში რაღაცა ფრთხილად რომ იყოს, ამაზე უნდა დაელაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის არსებობს ორი მთავარი ნიშანსვეტი, ხო, ორი მთავარი ქვაკუთხედი. პირველი ეს ბუნებრივია არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახლა ისიც არასწორად იყო ნახსენები თითქოს ვინმე ვაჭრობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ბედით, ეს საერთოდ არ განიხილება, ვერავინ ვერ გაბედავს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ბედით ვაჭრობას, მით უმეტეს, როდესაც ეს ამ ადამიანების გაცნობიერებული გზა არის. ეს არის რა თქმა უნდა მეორე, რაც მოთხოვნა, ხო, წელიწადნახევარი აქვს საზოგადოებას ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კრიზისის გადაჭრის გზა. ამავდროულად ამ ყველაფრის თანმდევი არის ის გაუარესებული მდგომარეობა, დრაკონული კანონმდებლობით, ტროტუარზე დგომის გამო რო ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ, პოლიტიკურ პარტიებს რო აქრობენ, არასამთავრობო სექტორი რომ შეზღუდეს, გრანტების კანონი იქნება, ფარა იქნება თუ რუსული კანონი, ეს ყველაფერი არის მოსკოვის დასკვნაში პირდაპირ ასახული, ისევე როგორც ნახსენები არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში, სადაც ნახსენებია რომ დიალოგი ამ საკითხზე უნდა დაიწყოს და ლელო ძლიერი საქართველოს როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური პარტია აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ქვეყანას დღეს ეს სჭირდება და ეს არის გადაჭრის გზა და ხედვა. არავის იმის ილუზია არ შექმნია, რომ ივანიშვილი და კობახიძე რამენაირად უფრო გაკეთილშობილდებოდნენ და გამოავლინეს ცოტა ხნის წინ კობახიძემაც და პაპუაშვილმაც. კი ბატონო, გიორგი, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას რაში სჭირდება, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ? აი ეს ინიციატივა რო გააჟღერეთ, რა გათვლა გქონდათ, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ნუ ხელისუფლების პოზიცია არ იცოდით და არ იცოდით ასევე თქვენი კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკური პარტიების პოზიციაც, ხო, რომლებაც ასევე გაგაკრიტიკეს და რაღაცა ერთგვარად სიტუაციის ნორმალიზების მცდელობად შეაფასეს თქვენი ეს ინიციატივა. ქართულმა ოცნებამ კითხვა, რომ საერთოდ არაფერი არ გვაქვს ჩვენ მათთან სალაპარაკო, წავიდნენ ეგერ სასამართლოებში, უნდათ საკონსტიტუციოში და უნდათ სისხლის სამართლის სასამართლოშიო და იქ ილაპარაკონო და კობახიძემაც ისაუბრა თქვენზე და თქვა, რომ მე მგონი თავის გადარჩენა უნდათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელიდან ამოვიღოთო, რომელიც ეხება სწორედ პარტიების აკრძალვას. რაზე გქონდათ გათვლა, როდესაც ამ ინიციატივას აჟღერეთ, ანუ რადგან ეუთოს წარმომადგენლობას შეხვდით გასულ კვირას და იქ გითხრეს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგიო, ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ინიციატივა გაგეჟღერებინათ და პირველ კითხვას მიუბრუნდები, ივანიშვილს რაში აწყობს, რომ დაგელაპარაკოთ ამ საკითხზე, ან თუნდაც პოლიტიკურ პატიმრებზე, ან თუნდაც არჩევნების საკითხზე და დიალოგს, როდესაც ვახსენებ და მოლაპარაკებებს, აქ ხო კომპრომისი ორმხრივია. თქვენ თხოვთ ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ისიც რაღაცას ითხოვს სანაცვლოდ. რა წარმოგიდგენიათ აი ამ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რისი დათმობა არის თქვენი მხრიდან შესაძლებელი?
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ამ ქვეყანაში არ აქვს არანაირი ფასი და არ არის ვაჭრობის საგანი. ეს ერთი. მეორე, პოლიტიკურ პარტიას, პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოქმედებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე თავისი პოზიცია და ეს პოზიცია დავაფიქსირეთ ჩვენ. რაც შეეხება ვითარების ნორმალიზებას, ეს იმავე ოპერიდანაა, როგორც 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით თითქოს და მოხდებოდა ვითარების ნორმალიზება, ან მით უმეტეს ლეგიტიმაციის მინიჭება ქართული ოცნებისათვის, რასაც ჩვენ ვამბობდით 4 ოქტომბრამდე და დადასტურდა 4 ოქტომბრის შემდეგ და ჩვენმა კოლეგებმაც ოპოზიციური ფლანგიდან ეს დაადასტურეს, რომ არავითარი ნორმალიზება არ მომხდარა. მეოთხე არის ის, რომ ქართულ ოცნებას თავისი ნება, კეთილი ნება რომ ჰქონდეს და სახელმწიფო რომ უნდოდეს გავდეს სახელმწიფოს, არ იქნებოდა რეჟიმი. ის არის რეჟიმი, მაგრამ ბუნებრივია იქმნება ისეთი ვითარებები, არსებობს გარემოებები, მათ შორის საგარეო წნეხით, მათ შორის ქვეყნის შიგნით შიდა წნეხით განპირობებული, რომელიც მას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ შეიძლება აიძულებდეს ხოლმე, ხო? ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა იმაზე, რომ ქართული ოცნება რაღაცნაირად გაკეთილშობილდებოდა და ახლა რაღაცა ნაბიჯს გადმოდგამდა. მით უმეტეს სისულელე და უდიდესი პოპულისტური განაცხადი არის ქართული ოცნების მხრიდან, რომ თითქოს ლელო ცდილობს თავის გადარჩენას, არასოდეს თავისი არსებობის განმავლობაში ამ პარტიას მსგავსი რამ არ უჩვენებია, მისი ლიდერები შეგნებულად წავიდნენ პატიმრობაში, იმიტომ რომ პრინციპული საკითხი იყო, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ პარტიების აკრძალვის თაობაზე, არა ჩვენი, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მოკვლის თაობაზე, ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით ქვეყნის შიგნით, ოღონდ კონსტიტუციური მეთოდებით და ეს არის დოკუმენტირებული ფაქტებით, ხო? ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს წყალობა და მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოსი არაფერი არ აგვაქვს დასამტკიცებელი, ლელო თავისი შინაარსით, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური და მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია. შესაბამისად, ქართული ოცნების რეაქცია არავის გაკვირვებია და ეს არის უბრალოდ რბილად რომ თქვა, ძალიან დიდი ტყუილი იმ აზრის ტირაჟირება, თითქოს ლელო რაიმეს გადარჩენას ცდილობს, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის რაზე, ხალხო, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ახალ სამართლიან არჩევნებზე. ამავე განცხადებაში არის ისევ კიდევ ერთხელ ხალხი რომ მიტაცებული არის სახელმწიფოც და გაყალბებული არჩევნებით. ისევ იქ მივდივარ. ამ ინიციატივას რომ აღშერებით, რაზე გქონდათ? აი ოცნების რეაქცია არ გამიკვირდაო ამბობთ. ალბათ არ სხვა თქვენი კოლეგა პარტიების რეაქცია არ გაგკვირვებიათ და ეს ხომ არ იყო განცხადება, მხოლოდ განცხადების, აი გათვლა გუშინ, აი ეს იყო პარტიის პოზიციის დაფიქსირება. პარტიის პოზიციაზე დაფიქსირება, როგორ ხედავს პოლიტიკური პარტია ძლიერი საქართველო ლელო ამ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზას და ამ ქვეყნის მომავალს უახლოეს პერიოდში იმ საგარეო გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც საუბარი არის მოსკოვის მექანიზმზე, რომელმაც ახლა მართლაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე გასამართლების საფრთხე დაუყენა ქართულ ოცნებას, ეს არის მათ შორის ერთ-ერთი გამოხატულება იმ წნეხისა, რომელიც რეჟიმს გადაადგმევინებს ნაბიჯებს და ეს არის იმას, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ თავისუფალი ნება, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელსაც დღეს კი არ ვიწყებ და გუშინ კი არ დაგვიწყია ამდენი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2024 წლის გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების შემდეგ ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად და ვითხოვთ სწორედ ამას, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დეესკალაცია და ეს პოლარიზაცია უნდა გადაიჭრას და კონსტიტუციური გზებით უნდა მივაღწიოთ ჩვენ იმას, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ეს მე მგონი არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი და ქართულ ოცნებას ახლა ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს. მისი ქმედებები გუშინ რაც ჩაიდინა, გუშინ წინ ბოლო დღეების და ბოლო თვეების განმავლობაში და რასაც დღევანდელი თუნდაც მათი განცხადებებით, იმ ცინიზმით, როგორითაც ისინი გამოეხმაურნენ ეუთოს და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომ თქვენს რომ თურმე მიკერძოებულები არიან, მაშინ როდესაც თითოეულ
სიტყვასაც კი ებღაუჭებოდნენ ხოლმე ეუთოს სხვა შეფასებებიდან. ახლა ისინი ზურგს აქცევენ, აგრძელებენ თავიანთ ანტიეროვნულ, ანტიქართულ, ანტიდასავლურ კამპანიას და პოლიტიკას და ხვალ და ზეგ გადადგმული მათი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მათ კიდევ უფრო მეტად აყენებს იმ რეალობის წინაშე, რომ ისინი წარსდგებიან ჰააგის ტრიბუნალის წინაშე და სპეციალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალიან მალე შეიძლება მათ წინააღმდეგ დადგეს. ეს არის მათი რეალობა და სხვა ბუნებრივია ის სანქციები იქნება და სამომავლო სანქციების საფუძველი შეიძლება გახდეს აგრეთვე მოსკოვის მექანიზმი ქართული ოცნებისთვის და ცალკეული ქვეყნებისთვისაც. აი ეს ყველაფერი არის ის ბერკეტები, რომელიც ქართულ ოცნებას აუცილებლად აიძულებს რომ დაჯდეს დიალოგზე იმ პირობების ასასრულებლად, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვესაუბრებთ ქართულ საზოგადოებას და წარმოვადგენთ მათ ინტერესებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს რეჟიმის ცვლილებით, რომელიც დაგვირგვინდება.